მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დამწყევო პრაქტიკოსებო. დღეს გასწავლით მარტივად გასაკეთებელ, თუმცა ძალიან ეფექტურ რიტუალს. ამ რიტუალს ქვია ჯადოსნური ცხრიანი. შეიძლება ზოგმა თქვენგანმა იცის, გაგებული აქვს, მაგრამ აქ არის დამატებები, დართული აქვს ასევე რუნული მაგია და სიმბოლური მაგია. ამისთვის დაგჭირდება მწვანე სანთელი. კარგი იქნება აგერ თუ გესმით, მე ჩართული მაქვს ფულის მანტრა. ასევე ფაჩულის აგერ ჭხირი მაქვს ანთებული, დარიჩინი მაქვს. მწვანე სანთელი ეს ჩემი გაკეთებულია, ჩემი მომზადებულია, მაგრამ ნებისმიერი მწვანე სანთელი შეგიძლიათ მოიხმაროთ. ფულის ზეთი ასევე აძლიერებს რიტუალს, თუ არ გაქვთ შეგიძლიათ მომწეროთ და შეიძინოთ ჩემთან, მზადდება ინდივიდუალურად და დავიწყოთ. ამ ხელა ფურცელი არ გჭირდებათ. დაგჭირდებათ პატარა ფურცელი, რომ შემდეგ შეინახოთ და ატაროთ საფულეში. ამ ფურცელზე, დიდ ფურცელზე იმიტომ ვაკეთებ, რომ კარგად დაინახოთ, აქ მთავარი არის თანმიმდევრობა, რომელიც უნდა დავიცვათ და ხელის აუღებლად უნდა დავხატოთ აი ესეთი ცხრიანი. ესე ჩვენი ჯადოსნური ცხრიანი, რომელიც იზიდავს ფინანსებს. ჩვენი ფეხი, რომელიც ასევე იზიდავს და აძლიერებს ჩვენს ფინანსებს და ლემნისკატას ნიშანი, რომელიც გამუდმებით მოიზიდავს ამ ჩვენ ფინანსებს, ფულს. შეგიძლიათ შელოცვაში მივუთითოთ რამე კონკრეტული, რისთვისაც გჭირდებათ ფული და რა თანხაც გჭირდებათ. შეგიძლიათ აი აქ ჩაწეროთ თუ რამე კონკრეტულია, თუ უბრალოდ გინდათ რომ თქვენმა ფულის არხმა კარგად იმუშაოს და იტრიალოს ფინანსურმა ნაკადმა, უბრალოდ ვხატავთ და უბრალოდ ვამბობთ, რომ ჩვენთან მოდის ფინანსები და ასევე ეს დარიჩინი, რომელსაც ასე მოვაყრით. მოგეხსენებათ, დარიჩინი სიუხვის, პარაქის ენერგიის მატარებელია და სულ რაღაცა სამი წვეთი გჭირდება. აი აქ ჩვენს ლემნისკატაზე ესე და შემდეგ ამას დავადოთ ეს ჩვენი სანთელი და ვაცადოთ, რომ ბოლომდე ჩაიწვას. როცა ბოლომდე ჩაიწვება, ისე რომ არ დავწვათ თვითონ ფურცელი, თითთან ესე ნერწყვით ჩავაქროთ ეს სანთელი. ავიღოთ ეს, უბრალოდ ეს დარიჩინი შეგვიძლია ესე ჩამოვფერთხოთ. ხო, ასეთ ფურცელზე გვაქვს გაკეთებული და შემდეგ ამ ფურცელს ვიდებთ საფულეში და ვატარებთ თან. ძალიან მუშაარის, ცადეთ, ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან ეფექტური არის, ძალიან მიყვარს ეს ფულის ცხრიანი. ყოველთვის მუშაობს, ყოველთვის მოაქვს ფინანსები და კეთილად მოიხმარეთ. ასევე არ დაგავიწყოთ, რომ სამყაროში არაფერია უფასო, ამიტომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი მეტი ვიდეოების სანახავად. როცა ქუჩაში მოხვდებით, დააპურეთ უპატრონო ცხოველები, ძაღლები, კატები, ჩიტები. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს და აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი.